ვინ იყო სტეფან ბანდერა, ეროვნული გმირი თუ ტერორისტი? სტეფან ბანდერა საკმაოდ პოპულარული ისტორიული ფიგურაა. უკრაინელი მეცნიერი იაროსლავ ჰაივაზი წერდა, რომ ბანდერას ცხოვრება ფოიერვერკს ჰგავდა. მისი მკვლელობა კი მსოფლიო მასშტაბის სენსაციად გადაიქცა. უკრაინელთა დიდი ნაწილი ბანდერას ეროვნულ გმირად მიიჩნევს. რუსები კი პირიქით, ბანდერას ბანდიტად და ფაშისტების დამქაშად თვლიან. დღესაც რუსეთის ტელევიზიით სისტემატურად გადაიცემა სიუჟეტები ბანდერელთა ეგრეთ წოდებული მხეცობის შესახებ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ტერმინი ბანდერელები კიდევ უფრო გააქტიურდა. რუსი პოლიტიკოსები ტერმინს იმის დასტურად და საჩვენებლად იყენებენ, რომ უკრაინას ნეონაცისტები და ბანდერას შთამომავლები მართავენ. საქართველოში კი უკრაინის ალბათ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურას ძალიან შორიდან იცნობენ. ამ ვიდეოში სწორედ ბანდერაზე ვისაუბრებთ და ერთად ვეცდებით გავარკვიოთ, ვინ იყო სტეპან ბანდერა, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირი თუ დამნაშავე, რომლის შექმნილმა ორგანიზაციამ ათასობით პოლონელის, ებრაელის თუ უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. მე ვარ გიორგი და დღეს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ისტორიაზე ვისაუბრებთ. მანამდე, სანამ დავიწყებთ ვიდეოს, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ ამ სერიის სხვა ეპიზოდები და მომდევნო პოდკასტები. მაშასე, მოიწონეთ ეს ვიდეო და მოემზადეთ სტეფან ბანდერას ისტორიის მოსასმენად. სტეფან ბანდერა ახალი წლის დღეს 1909 წლის 1 იანვარს მაშინდელ ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში გალიციის რეგიონში სტარი უგრინოვში ბერძნული კათოლიკური ეკლესიის უკრაინელი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ბანდერას 7 და-ძმა ყავდა. უმცროსი ძმები ალექსანდრე და ვასილია რომისა და ლვოვის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. ბანდერა პატრიოტულ და რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა. პირველი მსოფლიო ომის გამო დაწყებით სკოლაში არ დადიოდა და მშობლები სტეფანს სახლში ასწავლიდნენ. ახალგაზრდა ასაკში ბანდერა დაბალი და გამხდარი ყოფილა, თურმე გუნდში მღეროდა და გიტარასა და მანდოლინზე უკრავდა. იმ დროს უკრაინაში წარმოუდგენლად ქაოსური პოლიტიკური სიტუაცია იყო. უკრაინა პირველი მსოფლიო ომის ორი მთავარი მეომარი მოწინააღმდეგის, იმპერიული რუსეთის და ავსტრო-უნგრეთის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა. რუსეთში უკრაინელი აქტივისტები მტრის აგენტებად ითვლებოდნენ, ავსტრიელები კი თავის მხრივ გალისიელ უკრაინელებს დევნიდნენ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის საპასუხოდ კიევში ცენტრალური რადა შეიქმნა. მის ლიდერად 900-მა დელეგატმა მიხაილ გრუშევსკი აირჩია. უკრაინის ახალი ლიდერი თვლიდა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დრო დადგა. კიევის ქუჩებში ახალი საბჭოს მხარდასაჭერად 100,000 მხარდამჭერი გამოვიდა. ახალი მთავრობა, რომელიც 5 უკრაინულ გუბერნიაზე იურისდიქციას აცხადებდა, პეტროგრადში დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში უკრაინის მთავრობად იქნა აღიარებული. უკრაინელები სამშობლოს დასახმარებლად მოსკოვიდან და პეტროგრადიდან კიევში ბრუნდებოდნენ. როდესაც გაირკვა, რომ მიწები ხალხზე არ განაწილდებოდა, ბევრმა ოფიცერმა და ჯარისკაცმა ბოლშევიკებს დაუჭირა მხარი. ამასობაში უკრაინის სამხრეთით ნესტორ მახნომ ანარქისტული საქმიანობა დაიწყო. მახნო დეზერტირ რუს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს იარაღს ართმევდა. მალევე რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცენტრალურ რადას არ ყავდა მუდმივი არმია, ამიტომ მოსახლეობის მობილიზაციის გამოცხადება მოუწია. 1917 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის კომუნისტურმა პარტიამ ხარკოვში დონეცკ-კრივოი როგის საბჭოთა რესპუბლიკა შექმნა. იანვარში ბოლშევიკებმა კიევს შეუტიეს. მუშათა მხარდაჭერა ბოლშევიკების მიმართ იზრდებოდა. მალევე ბოლშევიკებმა რამდენიმე უკრაინული ქალაქი ერთმანეთის მიყოლებით აიღეს და ოდესის საბჭოთა რესპუბლიკაც შეიქმნა. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის ცენტრალურმა რადამ გამოსავალი იპოვა და პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ მთავარ მხარესთან ცენტრალურ ძალებთან ზავი დადო. ამ ხელშეკრულების საფუძველზე გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის არმიებმა ოპერაცია ფაუსტშლაგი დაიწყეს და ბოლშევიკური ძალები უკრაინიდან განდევნეს. 1 მარტს 450,000-მა გერმანელმა ჯარისკაცმა კიევი აიღო. რამდენიმე დღეში უკრაინულმა ჯარებმა ავსტრო-უნგრეთის არმიასთან ერთად ოდესა დაიკავა. უკრაინის სახალხო ჯარმა ბოლშევიკებისგან ყირიმის გაწმინდა. ამ გამარჯვებების მიუხედავად, მთელს უკრაინაში ისევ სამოქალაქო არეულობა გრძელდებოდა. ადგილობრივი კომუნისტები, გლეხთა თავდაცვის ჯგუფები და აჯანყებულები გერმანიას არ ემორჩილებოდნენ. 28 აპრილს გერმანელებმა ცენტრალური რადა დაშალეს. მომდევნო დღეს გადატრიალება მოხდა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა გერმანიის მიერ მხარდაჭერილმა უკრაინის სახელმწიფომ ჩაანაცვლა. მისმა მეთაურმა სკოროპატსკიმ ახალი ბანკები დააარსა,
სამთავრობო დეპარტამენტები და მუდმივი არმია შექმნა და სკოლებში უკრაინული ენა შეიტანა. 1918 წლის ნოემბერში საქართველოს დიდი მოკავშირე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის გარანტი, გერმანიის სახელმწიფო პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. იმდროინდელი სახელმწიფოების ბედიც დიდწილად გადაწყდა. უკრაინაში მალევე აჯანყებების სერია დაიწყო. სკოროპატსკიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და აჯანყების ჩასახშობად ჯარები მობილიზდა. გერმანიის დამარცხებისთანავე ლენინის მთავრობა უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში შეიჭრა. მანამდე უკრაინის რადას დასავლეთ უკრაინის მიწების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება ჰქონდა გადაწყვეტილი. როდესაც პოლონელები ლვოვისა და აღმოსავლეთ გალიციის ასაღებად საკუთარ ნაბიჯებს დგამდნენ, სიხის მსროლეთა დანაყოფის კაპიტანმა დმიტრო ვიტოვსკიმ ახალგაზრდა უკრაინელი ოფიცრების ჯგუფთან ერთად ლვოვი აიღო. იქვე გამოცხადდა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა. ამით დაიწყო პოლონეთ-უკრაინის ომი. მალევე ბუკოვინას რეგიონის ჩრდილოეთ ნახევარში ახალი უკრაინული სახელმწიფო შეიქმნა, თუმცა მალევე მისი დედაქალაქი ჩერნივცი რუმინეთის არმიამ დაიკავა. უკრაინის ყველა რეგიონში ქაოსი და ბრძოლები სუფევდა. საბოლოოდ პოლონეთმა უკრაინა დაამარცხა და სადავო ტერიტორია 1919 წლის 18 ივლისს დაიპყრო. თითქოს ეს არ ეყოფოდათ უკრაინაში გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგებიც შეიჭრნენ. მათი შერეული ძალები ჯერ ოდესასა და სევასტოპოლში, ხოლო შემდეგ ხერსონსა და ნიკოლაევშიც გადასხდნენ. თუმცა როგორც ლუი დე ფიუნესის იმ ფრანგულ ფილმებშია ჟანდარმერებზე, ასევე ფილმების სერიაში ტაქსი, ფრანგ პოლიციელებზე რომ ხუმრობენ, ისე დაემართათ ფრანგ ჯარისკაცებსაც. მათ მეთაურებს არანაირი გეგმა არ ქონიათ და უკანვე ისე გაიქცნენ, არც ბრძოლაში შესულან და თან უკრაინაში სამხედრო მასალის უზარმაზარი მარაგი დატოვეს. წითელი არმია და ბოლშევიკები კი წინ მიიწევდნენ, მათ უკრაინის დიდი ნაწილი დაიპყრეს და უკრაინის სახალხო რესპუბლიკა აიძულებული გახდა უკან დაეხია აღმოსავლეთ გალიციისკენ, პოლონეთის საზღვრის გასწვრივ. სხვა შორის ბოლშევიკებმა ნესტორ მახნოც და მისი ანარქისტული ძალებიც დაამარცხეს. კვლავ გარდაუვალი დამარცხების წინაშე მყოფმა უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ თავისყოფილი მოწინააღმდეგეს პოლონეთს მიმართა. 1920 წლის აპრილში ვარშავაში იოსებ პილსუდსკიმ და სიმონ პეტლიორამ სამხედრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რათა ერთად ებრძოლათ წითელი არმიის წინააღმდეგ. ისევე როგორც გერმანიასთან ყოფილმა ალიანსმა ამ ნაბიჯმაც უკრაინის სუვერენიტეტი ნაწილობრივ შეიწირა. პეტლიორამ აღიარა პოლონეთის მიერ გალიციის ანექსია და დათანხმდა უკრაინის როლს პილსუდსკის ოცნებაში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის პოლონური ფედერაციის შექმნის შესახებ. თუმცა პოლონეთ-უკრაინის სამხედრო კამპანია სრული კრახით დასრულდა. წითელმა არმიამ პოლონელები თითქმის მთლიანად გამოდევნა უკრაინიდან. 1920 წლის აგვისტოში წითელი არმია ვარშავასთან დამარცხდა და იძულებული გახდა უკან დაეხია. ამასობაში წითელ არმიას ისევ შეუტია რუსულმა თეთრმა არმიამ, რამაც ბოლშევიკები აიძულა პოლონეთთან ზავი დაედოთ. 1921 წლის 18 მარტს პოლონეთი საბოლოოდ დაუზავდა საბჭოთა რუსეთს და საბჭოთა უკრაინას. ბოლშევიკებმა აღიარეს პოლონეთის კონტროლი გალიციასა და დასავლეთ ვოლინზე, ხოლო პოლონეთმა უკრაინის ტერიტორიის უფრო დიდი და ცენტრალური ნაწილები, ასევე აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიები საბჭოთა უკრაინის ნაწილად აღიარა. დასავლეთ ფრონტზე მშვიდობამ დაისადგურა და წითელმა არმიამ კავკასიისკენ გაიხედა. 1922 წელს საბჭოთა კავშირი დაარსდა, ხოლო იმ პერიოდში სწორედ პოლონელების კონტროლირებად გალიციის რეგიონში იზრდებოდა ჩვენ ვიდეოს მთავარი გმირი სტეპან ბანდერა. 1927 წელს უკრაინული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ბანდერას ჩეხოსლოვაკიაში მესაქონლეობის აკადემიაში სურდა სწავლა, თუმცა ვერ მოახერხა. ერთი წლის შემდეგ ის ლვოვის, ანუ ლვივის გარეუბანში მდებარე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალში აგრონომიის პროგრამაზე ჩაირიცხა, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობისა და დაპატიმრებების გამო სწავლა ვერ დაასრულა. ამბობენ, რომ ბანდერაზე განსაკუთრებული გავლენა ნიკოლა მიხნოვსკის 1900 წლის პუბლიკაციამ დამოუკიდებელი უკრაინა მოახდინა. სტეპანის სწავლის პერიოდში ფარული ნაციონალისტური საქმიანობისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს. პირველად ის 1928 წელს დაიჭირეს, როდესაც დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის 10 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ამის შემდეგ მას პოლონელები ხან მარტოს იჭერდნენ, ხან ძმებთან ერთად. მის რეგიონში გალიციაში ცხოვრობდნენ უკრაინელებიც, პოლონელებიც და ებრაელებიც. პოლონეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაახლოებით 100,000 უკრაინელი არ მხოლოდ ჯარისკაცი, პოლონეთის მთავრობის ბანაკებში იმყოფებოდა. დაახლოებით 20,000 უკრაინელი იქ შიმშელის, ეპიდემიური დაავადებების ან ბუნებრივი მიზეზების გამო დაიღუპა. სამთავრობო უწყებებში უკრაინული ენა აიკრძალა და უკრაინის სკოლების მხარდაჭერაც თანდათან შეწყდა. 1930 წლის ივლისში უკრაინელი ნაციონალისტების ექსტრემისტული ორგანიზაციის აქტივისტებმა
დივერსიული ქმედებები დაიწყეს. საბოტაჟის კამპანიის მთავარი მიზეზი უკრაინის მთავარი პარტიების გადაწყვეტილება იყო პოლონეთის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. დროთა განმავლობაში ადგილობრივი უკრაინელები, რომელთაგან ბევრი პოლონელებს უკრაინული მიწების ოკუპანტად თვლიდა, ნაციონალისტებს შეუერთდნენ. დაიწყო ტერორი და თავდასხმები. საპასუხოდ პოლონეთის ხელისუფლებამ მღელვარე პროვინციის დამშვიდება გადაწყვიტა. ეს პროცესი მოიცავდა კერძო სახლების ასევე იმ შენობების ჩხრეკას, რომლებშიც უკრაინული ორგანიზაციები იყო განთავსებული. ჩხრეკის დროს უკრაინელების შენობებს, ნივთებსა და ქონებას ანადგურებდნენ, ხოლო ხალხს სცემდნენ და აპატიმრებდნენ. პოლონელი ისტორიკოსის ვლადისლავ პობოგ-მალინოვსკის აზრით, იმ დროს უკრაინელებში მსხვერპლი არ ყოფილა, ხოლო უკრაინელი ისტორიკოსის პეტრო მირჩუკის თქმით, პოლონური სპეცოპერაციის დროს 35 უკრაინელი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ხოდა სტეფან ბანდერა ამ ამბებამდე 1 წლით ადრე თურმე უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას, ანუ უნოს შეუერთდა. ბანდერა ეროვნულ საქმიანობაში მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფან ოხრიმოვიჩმა ჩაითრია. მისი მხარდაჭერის წყალობით ბანდერა მალევე უნოს პროპაგანდის დირექტორი გახდა. 1931 წელს ოხრიმოვიჩის მემკვიდრის ივან ჰაბროსევიჩის პოლონეთიდან გაქცევის შემდეგ ბანდერა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის პოსტზე მთავარი კანდიდატი გახდა. თუმცა იმის გამო, რომ ის იმ დროს პატიმრობაში იმყოფებოდა, არ შეეძლო ამ ფუნქციის შესრულება. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბოგდან კორდიუკის მოადგილე გახდა. პოსტაზე თავდასხმის წარუმატებლობის შემდეგ კორდიუკს თანამდებობიდან გადადგომა მოუწია და მისი ფუნქცია ფაქტობრივად ბანდერამ გადაიბარა. მისი ბრძანებით უნომ ტერორისტული ქმედებები დაიწყო. ნაციონალისტები თავს ესხმოდნენ პოსტას, ბომბებს აფეთქებდნენ პოლონურ გამოფენებზე და სხვა საქმეებს ჩადიოდნენ. 1934 წელს ბანდერა დაიჭირეს და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრონისლავ პიერაცკის გლობის შეთქმულებაში და სხვა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო დამნაშავედ ცნეს. მას სიკვდილი დასჯა მიესაჯა, თუმცა ბანდერას სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. სასამართლო პროცესების შემდეგ სტეფან ბანდერა პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფ უკრაინელებს შორის უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რევოლუციონერის სიმბოლო გახდა. 1939 წელს პოლონეთში შეჭრამდე გერმანიის სამხედრო დაზვერვამ უნოს წევრები ბერგ-ბაუერნჰილფეს დანაყოფში გადაიბირა. უნოს ლიდერები ანდრეი მელნიკი, კოდური სახელით კონსული პირველი და ბანდერა, კოდური სახელით კონსული მეორე, ნაცისტური გერმანიის სამხედრო დაზვერვის აბვერის მეორე დეპარტამენტის აგენტები იყვნენ. მათი მიზანი გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ დივერსიული საქმიანობა იყო. ეს ინფორმაცია იმ ჩვენების ნაწილია, რომელიც აბვერის პოლკოვნიკმა ერვინ შტოლცემ 1945 წელს ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე მისცა. პოლონეთში შეჭრის შემდეგ ბანდერა 1939 წლის სექტემბრის დასაწყისში აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ბრესტის ციხიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების გარემოებების შესახებ განსხვავებული ინფორმაციები არსებობს. მალევე აღმოსავლეთ პოლონეთის საბჭოთა კავშირმა დაიპყრო, ბანდერა თავდაპირველად ლვოვში გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ ლვოვს საბჭოთა კავშირი დაიკავებდა, კრაკოვში გადაინაცვლა. დაუკავშირდა უნოს ლიდერს ანდრეი მელნიკს. 1940 წელს ორ ლიდერს შორის პოლიტიკურმა უთანხმოებამ უნო ორ ფრაქციად დაშალა, ბანდერიტებად და მელნიკიტებად. ფრაქციები განსხვავდებოდნენ იდეოლოგიით, სტრატეგიითა და ტაქტიკით. მელნიკი ერის მშენებლობისადმი უფრო კონსერვატიულ მიდგომას ქადაგებდა, ხოლო ბანდერა რევოლუციურ მიდგომას უჭერდა მხარს. 1951 წლის გაზაფხულზე ბანდერა გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელებს შეხვდა და ნახტიგალისა და როლანდის ბატალიონების შექმნა დაგეგმა. იმავე წლის გაზაფხულზე უნომ საბჭოთა კავშირში დივერსიული საქმიანობისთვის 2,5 მილიონი მარკა მიიღო. 1951 წლის 30 ივნისს უკრაინაში ნაცისტური ჯარების შესვლისთანავე ბანდერიტების ფრაქციამ დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო გამოაცხადა. თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბანდერა აქტიურად უჭერდა მხარს ან მონაწილეობდა ლვოვის პოგრომებში ან ებრაელი და პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივ აქტებში, მაგრამ ის კარგად იყო ინფორმირებული ძალადობის შესახებ და ვერ ახერხებდა ან არ სურდა უკრაინელი ნაციონალისტური სამხედრო ჯარებისთვის დავლებების მიცემა მათი კონტროლის ქვეშ მყოფი დაუცველი უმცირესობების დასაცავად. უნოს ბანდერიტების ლიდერების მოლოდინი, რომ ნაცისტური რეჟიმი შემდგომში აღიარებდა დამოუკიდებელ ფაშისტურ უკრაინას, როგორც ღერძის მოკავშირეს, ცდარი აღმოჩნდა. გერმანიის ხელისუფლებამ მოითხოვა დეკლარაციის უკან გაწვევა, მაგრამ სტეცკომ და ბანდერამ ამაზე უარი თქვეს. 5 ივლისს ბანდერა ბერლინში გადაიყვანეს, სადაც საპატიო ტყვეობაში მოათავსეს. 12 ივლისს უკრაინის ახალჩამოყალიბებული ეროვნული მთავრობის პრემიერ-მინისტრი იაროსლავ სტეცკო დააპატიმრეს და ისიც ბერლინში გადაიყვანეს, თუმცა ორივე ორ დღეში გაანთავისუფლეს.
ბანდერას ქალაქის დატოვება აეგზალა გერმანელებმა ბერლინსა და ვენაში ბანდერიტების ოფისების დახურეს, ხოლო 15 სექტემბერს ბანდერა და სხვა ლიდერები გესტაპომ ისევ დააკავა. 1941 წლის ბოლოსთვის ნაცისტურ გერმანიასა და ბანდერიტებს შორის ურთიერთობები იმდენად გაუარესდა, რომ ერთ-ერთ ნაცისტურ დოკუმენტში ნათქვამი იყო: ბანდერას მოძრაობა რაიხკომისარიატში აჯანყებას ამზადებს, რომლის საბოლოო მიზანი დამოუკიდებელი უკრაინის დამყარებაა. ბანდერას მოძრაობის ყველა ფუნქციონერი დაუყოვნებლივ უნდა დააპატიმრონ და საფუძვლიანი დაკითხვის შემდეგ ლიკვიდირებულნი იქნენ. 1942 წლის იანვარში ბანდერა საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის სპეციალურ საპატიმრო შენობაში გადაიყვანეს, სადაც მოთავსებული ყავდათ მაღალი რანგის პოლიტიკური პატიმრები. მეუღლე მას რეგულარულად სტუმრობდა და უნოს წევრებთან კომუნიკაცია შეეხმარებოდა. 1944 წლის აპრილში ბანდერასა და მის მოადგილეს იაროსლავ სტეცკოს რაიხის უშიშროების მთავარი ოფისის თანამშრომელმა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ დივერსიული და საბოტაჟის გეგმების განსახილველად მიმართა. 28 სექტემბერს ბანდერა გერმანიის ხელისუფლებამ გაანთავისუფლა და შინაპატიმრობაში დატოვა. მალევე გერმანელებმა ციხიდან გაუშვეს უნოს დაახლოებით 300 წევრი, მათ შორის სტეცკო და მელნიკი. 5 ოქტომბერს SS ობერგრუპენფიურერი გოტლობ ბერგერი ბანდერას შეხვდა და შესთავაზა რუსეთის განმათავისუფლებელ არმიასთან გაერთიანება, მაგრამ ბანდერამ შეთავაზება უარყო. რომან შუხევიჩი უნოს მეთაურის თანამდებობიდან გადადგა და სტეფან ბანდერა ისევ უნოს ლიდერად აირჩიეს. ორგანიზაციის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ ომი მალე საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდებოდა და მიიღეს გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა მცირე დანაყოფებით გაეგრძელებინათ. გერმანელებთან თანამშრომლობა ფაქტობრივად შეწყდა. ომის შემდეგ ბანდერა და მისი ოჯახი საცხოვრებლად დასავლეთ გერმანიაში მიუნხენთან ახლოს გადავიდა. იქ ბანდერამ უნოს ცენტრი შექმნა და იყენებდა კალვ დოკუმენტებს, რათა დაემალა ნაცისტებთან წარსული ურთიერთობა. 48 წლიდან მას მუდმივი თანამშრომლობა ჰქონდა ბრიტანულ დაზოროსთან. ამავდროულად ბანდერას აკვირდებოდა ამერიკა. შეერთებული შტატების სტრატეგიული სერვისების ოფისის 1945 წლის სექტემბრის ანგარიში ნათქვამია, რომ ბანდერამ მოიპოვა სასტიკი რეპუტაცია მეორე მსოფლიო ომის დროს ტერორის გამეფების გამო. ბანდერას იცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი გელენის ორგანიზაცია, მაგრამ მას ასევე მოკავშირეთა საოკუპაციო ზონებს შორის საზღვრების გადაკვეთაში ყოფილი ნაცისტების მიწისქვეშა ორგანიზაციები ეხმარებოდნენ. 1946 წელს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სადაზვერვო სააგენტოს კონდაზვერვის კორპუსის და NKVD-ს აგენტებმა ბანდერას ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. თუმცა ამერიკაში ჩათვალეს, რომ ბანდერა ძალიან ღირებული იყო საბჭოთა კავშირის შესახებ მისი ცოდნის გამო, ამიტომ მოსკოვში მისი ექსტრადიციის დაბლოკვა ოპერაციის ნებისმიერი სახე ფარგლებში დაიწყო. ომის შემდეგ ბანდერა მოინახულა უკრაინული თემები კანადაში, ავსტრიაში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში. ბანდერა 1950-იან წლების განმავლობაში კავშირებს ინარჩუნებდა დიმიტრო დონცოვთან, სტუმრობდა მას კანადაში და სთავაზობდა რედაქტორის თანამდებობას მისი ორგანიზაციის გაზეთში, რაზეც დონცოვმა უარი უთხრა. იმ პერიოდში კაკებემ, რომელსაც 1954 წლამდე სხვა სახელი ერქვა, რამდენჯერმე სცადა ბანდერას გატაცება ან მკვლელობა. საბოლოოდ დადგა 1959 წლის 15 ოქტომბერი. ბანდერა მიუნხენში, კრაიტმაიერშტრასეს 7 ნომერში მდებარე თავის ბინაში ბრუნდებოდა. მან ქონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა. სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ციანიდის გაზით მოწამვლა იყო. ბანდერა 1959 წლის 20 ოქტომბერს მიუნხენში დაკრძალეს. მისი მეუღლე და სამი შვილი კანადაში, ტორონტოში გადავიდნენ საცხოვრებლად. სტეფან ბანდერას გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ 1961 წლის 17 ნოემბერს გერმანიის სასამართლო ორგანოებმა გამოაცხადეს, რომ ბანდერას მკვლელი კაკების აგენტი სახელად ბოგდან სტაშინსკი იყო, რომელმაც ბანდერას მოსაკლავად ციანიდის მტვრის შესასრულებელი იარაღი საბჭოთა კაკების ხელმძღვანელის ალექსანდრე შელეპინის და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით გამოიყენა. სტაშინსკის წინააღმდეგ დეტალური გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე ის კაკებიდან გაიქცა და მკვლელობა აღიარა. სასამართლო პროცესზე სტაშინსკი დავნაშავედ ცნეს და 1962 წლის 19 ოქტომბერს მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი 4 წლის შემდეგ გაანთავისუფლეს. რაც შეეხება ბანდერას ძმებს, ოლექსანდრე და ვასილი გერმანელებმა დააპატიმრეს და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც სავარაუდოდ 1942 წელს პატიმრება მოკლეს. მისი მამა ანდრეი საბჭოთა კავშირმა 1951 წლის მაისის ბოლოს დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა. მისი დები ოქსანა და მარტა მარია 1951 წელს NKVD-მ დააპატიმრა და ციმბირში გულაგში გაგზავნა. 1960 წელს ორივე უკრაინაში დაბრუნების უფლების გარეშე გაათავისუფლეს. მარტა მარია 1982 წელს
ციმბირში გარდაიცვალა, ხოლო ოქსანა უკრაინაში 1989 წელს დაბრუნდა. ბანდერას კიდევ ერთი და ვოლოდიმირა 1946 წლიდან 1956 წლამდე საბჭოთა შრომაგასწორების ბანაკებში იმყოფებოდა. ის უკრაინაში 1956 წელს დაბრუნდა. დღეს ბანდერა უკრაინის პოლონეთთან ურთიერთობის მთავარ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ 1953 და 54 წლების ვოლინში პოლონელების მასობრივ განადგურებაში ის მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებდა, რადგან იმ დროს საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა, ისტორიკოსების ნაწილი თვლის, რომ ბანდერას ექნებოდა კავშირი ბანდერიტების ლიდერებთან. აი უკრაინელი ისტორიკოსი იაროსლავ გრიცაკი კი ამტკიცებს, რომ ბანდერა სრულად არ იყო ინფორმირებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და სერიოზული აზრთა სხვადასხვა ჰქონდა ნიკოლა ლებედთან, ბანდერიტების ლიდერთან, რომელიც უკრაინაში დარჩა და რომელიც პოლონელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო. ასე თუ ისე, სტეფან ბანდერა დღემდე საკამათო ფიგურად რჩება. და მაინც ვინ იყო სტეფან ბანდერა? ეროვნული გმირი, რომელმაც უკრაინის დამოუკიდებლობის ოცნებისთვის ყველაფერი გაიღო, თუ უკომპრომისო რევოლუციონერი, რომლის იდეებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღემდე ამ შეკითხვას ერთმნიშვნელოვნად ვერავინ პასუხობს. ბანდერა არის ის სახელი, რომელიც ერთს თავისუფლებას ახსენებს, ხოლო მეორეს სისხლსა და ქაოსს. ბანდერას საფლავი მიუნხენშია, მაგრამ ჩრდილი, რომელიც მისმა სახელმა დატოვა, დღემდე ფარავს უკრაინის ისტორიას. რუსეთის ტელევიზიებში ის კვლავ ფაშისტად გვევლინება, უკრაინის ქუჩებში კი მის პორტრეტს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ აფრიალებენ, მაგრამ რეალობა სადღაც შუაშია. ბანდერა იყო თავისი დროის შვილი, ეპოქის პროდუქტი, სადაც ეროვნული იდენტობა და პოლიტიკური ძალადობა ერთმანეთში იკვეთებოდა. და დღეს, როცა ომი ისევ მძინვარებს, ბანდერა საჭრდილი ისევ ცოცხალია, როგორც სიმბოლო, როგორც იარაღი და როგორც გაფრთხილება. ამდენად საშიში შეიძლება იყოს იდეა, როცა ის ადამიანურ ცხოვრებაზე მაღლადგება. მე ვარ გიორგი და ეს იყო ისტორია ადამიანზე, რომლის სახელს ვერავინ წაშლის უკრაინისა და ევროპის ისტორიიდან. დაწერე კომენტარებში შენ რას ფიქრობ, ვინ იყო ბანდერა, გმირი თუ ტერორისტი? გამოიწერე არხი, გაუზიარე ეს ვიდეო მეგობრებს და მომდევნო პოდკასტებში გავაგრძელოთ საუბარი ისტორიის ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურების შესახებ.